სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენ ქრისტიანები როდესაც ვამბობთ რომ ვართ მორწმუნენი და რომ გწამს ღმერთი განსხვავებული განწყობით უნდა ვამბობდეთ და განსხვავებულ შინაარსს ვდებდეთ ამ სიტყვაში ვიდრე სხვა რელიგიის წარმომადგენელი ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ აქცენტს იმასთან დაკავშირებით რომ ის რომ შენ მორწმუნე ხარ და თან ქრისტიანი ეს ნიშნავს რომ შენი რწმენა შესაბამისად შენი სულიერი ცხოვრება მისი პრაქტიკული მხარე შენი რელიგიურობა უნდა განსხვავდებოდეს არა უმნიშვნელოდ არა გარკვეული ნიუანსებით არამედ არსობრივად უნდა განსხვავდებოდეს ყველა სხვა რელიგიურად მაცხოვრებელი ადამიანისგან ყველა სხვა სულიერი ცხოვრებისგან ამიტომ სიტყვა რწმენა მე მწამს ღმერთი ჩვენში სხვა დატვირთვას ატარებს სხვა სიღრმეს, სხვა განცდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავებები ჩვენ ვიცოდეთ. არა იმდენად, რომ თქვა გარკვეულ პოლემიკაში ჩავერთოთ, იმიტომ რომ ყველა საქმე არ არის, ყველას თავისი ნიჭი მიეცა. არამედ ვიცოდეთ რა განს ვატარებთ შიგნით, რომელიც მუდამ მადლიერების გზნობას გვიჩენს და მადლიერებით გვაცხოვრებს. მადლიერად მაცხოვრებელი ადამიანი კი ყოველთვის გახარებულია, იმედით აღსავსეა. იმიტომ რომ ეს მადლიერება არ არის უბრალოდ ადამიანური ფსიქოსომატური გზნობა, არამედ მადლიერება ეს ღვთის მადლის ჩვენში მყოფობაა, რომელსაც ჩვენ განვიცდით და ეს ჩვენ გვახარებს. ჩვენი რწმენა ეს არ არის დაჯერებულობა ღმერთის არსებობაში. ეს არაფერს ნიშნავს. იაკობ მოციქულიც გვასწავლის, ეშმაკებსაც სწამთ. რწმენა ღმერთის არსებობაში ქრისტიანული გაგებით რწმენა არ არის. არ არის რწმენა. ეშმაკმაც იცის რომ ღმერთი არსებობს. რწმენა ქრისტიანული გაგებით ეს არის ღმერთთან პიროვნული კომუნიკაცია. რწმენა ეს არის, როდესაც მე მასთან პიროვნულ კავშირის დამყარებას ვცდილობ მასთან როგორც გონიერ არსებასთან, რომელსაც მინდა რომ ჩემი პიროვნება გაუხსნა, გული გაუხსნა. გამიცნოს მე როგორც არა ქმნილება უბრალოდ, არა ქმნილება, არამედ როგორც მისი შვილი, პიროვნება, პერსონა წარუდგენ მის წინაშე, მისი მსგავსი, მისი ხატი, მისნაირი, მადლით ღმერთი. მარადისობაში მასთან ყოფობის მოსურნე, მისი ძის თანამემკვიდრე, მისი საქმის გამგზელებელი, მისი თანამუშაკი სამყაროს მოწყობაში, კლასიფიკაციაში მოდი ესე ვთქვათ, როცა ადამიანის სახელებს არქმევს. მისი მოციქული დანარჩენ ადამიანებთან, მთელი სამყაროს წინაშე. ამავე დროს ეს ურთიერთობა ჩემსა და მას შორის ქრისტიანული თვალსაზრისით არ არის უბრალოდ ურთიერთობა ორ პიროვნებას შორის, სადაც არ არსებობს, როგორ თქვა ღმერთთან დაკავშირებით, გრძნობა. იმიტომ რომ იმდანად დატვირთულია და დრამატიზმით აღსავსეა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა, რომ თვით ღვთის განკაცებამდეც კი, სანამ ღმერთი ადამიანურ თვისებებსაც შეიძენდა თავის იპოსტაში, თავის პიროვნებაში, მანამდე ძველ აღთქმას რო ვკითხულობთ, ხანდახან გვეჩვენება, რომ ღმერთი როგორ ადამიანურად განიცდის ისრაელის ღალატს მის მიერ, როცა ისრაელი ღალატობს მას. როგორც მოსიყვარული ადამიანი განიცდის, რომ ახლობელმა უღალატა, ესე განიცდის ღმერთი. ასაგებია, რომ ადამიანური ანთროპომორფულად ესე ქვია საღვთისმოწყალო ტერმინი, ანუ ადამიანური თვისებებით არის აღწერილი ღმერთის თვისებები, რომ ჩვენთვის გასაგები იყოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, აი ამგვარად წარმოაჩენს ძველი აღთქმა ღმერთის ადამიანისადმი ურთიერთობას, ღმერთისაგან ადამიანის სიყვარულს. იმიტომ რომ ადამიანი როგორც თავისუფალი არსება უარს ამბობს ღმერთთან ყოფნას, მან ზურგი შეაქცია ღმერთს. იგი დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ ცდუნებული იყო, იგი სინანულს არც ფიქრობდა, არც აპირებდა. პირველივე ადამიანი დაბადებული ამ სამყაროში კაცის მკვლელი იყო. ადამიანი გადაიქცა იმ არსებად, რომელიც ეშმაკს უფრო გავს, ვიდრე, ანუ ღმერთის მოწინააღმდეგე ანგელოს უფრო გავს, ვიდრე ღმერთს. იმიტომ რომ მან ეშმაკის ნება აღასრულა და ეშმაკის ნებით დაიწყო ყოფიერება. შეიძლება ითქვას, რომ იმხელა დანახეთქი აღმოჩნდა ადამიანსა და ღმერთს შორის იმ გაგებით დანახეთქი იმასთან მიმართებაში, რაც ჩაიფიქრა ღმერთმა, რომ ეს დანახეთქი ამოუსებელი იყო. ამოუსებელი იყო ფაქტობრივად და იურიდიულად, თუ სამართლებრივად შევხედავთ. არანაირ შებრალებას და პატიებას არ ექვემდებარებოდა. შეწყალებას არ ექვემდებარებოდა. ვისაც სიგმესეულად კარგად აქვს წაკითხული ძველი აღთქმისა ეს დაცემის ისტორია, ადამიანის ისტორია ძალიან კარგად ჩანს. და მე მარტო იქ ხო არ ჩანს. რო გადახედავ გამოსვლათა წიგნში როგორ გამოყავს მოსეს ღვთისრჩეულიერი აბრაამის შთამომავლობა ეგვიპტიდან უდაბნოში. გაოგნდები უბრალოდ. გამაოგნებელი უგუნურობა, გულციობა, გულქვავობა,
უმადურობა, უსიყვარულობა ღმერთის მიმართ ისრაელიერის. მაგრამ თუ კიდე უფრო მეტად განავრცობ და ინახავ რომ მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობდა და ცხოვრობს, მერე კიდე თუ უფრო განავრცობ, მერე შემოხედავ შენ სამშობლოს და აღმოაჩენ რომ ზუსტად ასე ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველო იშვიათი გამონათებების გარდა. და ასეთი გამონათებები ისრაელსაც ჰქონდა, რა თქმა უნდა. როგორ ცხოვრობს დღეს ჩვენი სამშობლო? და მე კიდე თუ უფრო მეტად ჩავღმავდები, მე აღმოაჩენ, რომ შენც ასეთი ხარ. და არაფერი განსხვავება შენსა და იმ ძველ ისრაელს შორის არ არის. და აი ამ ყველაფრის გაცნობიერების მერე აღმოაჩენ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღმერთს მაინც უყვარხარ. ღმერთი მაინც მოვიდა შენთვის ადამიანად, იცოდა რომ ასეთი იქნებოდი და მაინც მოვიდა შენთვის ადამიანად. წინსწრებით, შენთვის წინსწრებით, თორე ღმერთთან დრო არ არსებობს, ღმერთთან წინსწრება, უკუსრება არ არის. წინსწრებით ყველა შენი უბედურება, რაც შენ ჩაგიდენია და რაც უნდა ჩაიდინო, ყველაფრისთვის თვითონ მოკვდა, იტანჯა და მოკვდა და შენ მტერი არსება, მისი მტერი, იმიტომ რომ ეშმაკ შეეკარი, შენ მისი მტერი არსება შეგიყვარა და ტრად ყოფნის პერიოდში, როცა მტერი იყავი, მაშინ ჩაგიკრა გულში. ბასილი დიცა აქ თუ არ ვწდები, ადამიანი რო ცოდავს, სანამ შეინანებს, მანამდე პატიებს მას ღმერთი. ოღონდ ეს არ შველის ადამიანს. ნახეთ აქ, აი აქ არის ადამიანის ერთგვარი დრამატიზმის დატვირთული ყოფიერება, ამავე დროს ღირსებაც, იმიტომ რომ ერთის მხრივ შენ ცოდვას ჩადიხარ, ღმერთი ეგრევე გპატიებს უპირობოდ, გაიხსენე ჯვარზე მყოფი ქრისტე. სანამ ისინი შეინანებენ გულში მჯიხს დაიცემენ, როგორც ახარებაში აღწერილი და ყველა ხო არ დაიცემდა, ნაწილმა დაიწყოს, ხო და ნაწილმა არა, მაგრამ უპირობოდ, როგორც კი ცოდავენ და რა არის მათი ცოდვა, ღმერთს კლავენ, მეტი რაღა უნდა იყოს, ხო? ამაზე დიდი ხო არაფერი არ არის. უპირობოდ ეგრევე პატიებს, მამაო მიუტები არისიან ასაკეთებელი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი შენს გადასარჩენად. ღმერთს ისე უყვარხარ და განკაცებულმა ღმერთმა ეს გამოავლინა სრულად, იმიტომ რომ ადამიანურად გამოვლინდა ეს, უყვარხარ ისე, რომ შენ როცა ცოდავ და შენ როცა უსჯულოებ, მზაკრობ, ბოროტებას ჩადიხარ, სანამ შეინანებ, მანამდე უპირობოდ გპატიებს ყველაფერს. მაგრამ შენ რომ ეს არ გშველის, შენ მაინც ჯოჯოხეთის კანდიდატი ხარ. მიუხედავად ნახეთ რა საოცრება, ღმერთი გპატიებს და შენ მაინც ჯოჯოხეთის კანდიდატი ხარ. და ეს ადამიანური ღირსებაა. იმდენად დიდი ხარ შენ ადამიანო, იმდენად დიადი ხარ, როგორც ღვთისმკვლელობა, რომ არ არის საკმარისი ყოვლისშემძლე ღმერთის უპირობო სიყვარულმა და იმპერატიულმა ნებამ გადაგარჩინოს. არ არის ეგ საკმარისი, იმდენად დიდი ხარ შენ როგორც ქმნილება. არამედ საჭიროა შენი თავისუფალი არჩევანიც და შენი ნებაც რომ გადარჩი. ეს არის საოცარი ღირსება ადამიანისა, რომელიც ან დააღუპავს და გაგანადგურებს, მარადიულ სიკვდილში გამყოფებს, ან ისეთ სიმაღლეზე აგიყვას, რომლის წარმოდგენა დღევანდელი გამოცდილებით ადამიანს არ ძალუძს. აი ეს არის ჩვენი რწმენა, როცა ამ ყველაფერს აცნობიერებ და აცნობიერებ არა თეოლოგიურად, აი ეგრე ყოფილა, რა ლამაზია ქრისტიანული ღვთისმეტყველება, არამედ პერსონალურად, პიროვნულად, საკუთარ თავზე აცნობიერებ ამას, რომ შენ ნაგავი ხარ, ამ ნაგავს ატარებ, ბოროტებას ატარებ, უსჯულოებას ატარებ, ცოდვილობას ატარებ და მტრობ ღმერთს. მიუხედავად ამით და როცა ურწმუნო იყავი, მაშინ ხომ მტერი იყავი ღმერთისა. ახლაც მტრობ და მიუხედავად ამისა, ღმერთს უპირობოდ უყვარხარ. მაშინაც როცა ურწმუნო იყავი და მტრობდი ღმერთს, იმიტომ რომ სინდისის წინააღმდეგ ცხოვრობდი. ახლაც, როდესაც შენ მორწმუნე გახდი და მაინც მტრობ ღმერთს, იმიტომ რომ სინდისის წინააღმდეგაც მიდიხარ და ღვთის მცნებების წინააღმდეგაც მიდიხარ. უყვარხარ, მაშინაც უყვარხარ, როცა მტერი ხარ და როცა შენ შერიგებას იწყებ და სინანულისაკენ მიდიხარ, ანუ როცა შენში ეს მეტამორფოზის პროცესი იწყება, მაშინ არ ეყარები ღმერთს, მაშინ მიგატოვებს. და ღმერთი ზრუნავს, ოღონდ ღმერთის ზრუნველობა ის კი არ არის, რომ შენი ყოველგვარი უკეთური, ესე იგი, სურვილები აღასრულოს, როგორც გატუტუცებულ ბავშვს მშობელი კიდევ უფრო ატუტუცებს და მერე იმ ბავშვისაგან მონსტრი რო იზრდება. ღმერთს უნდა რომ შენ აგზარდოს და ამ აღზრდას თავისი მიზანი აქვს. და ეს მიზანი არის ის, რომ გახდე ისეთი, როგორც თავად არის, აბსოლუტური სიკეთის მატარებელი. ღვთის მადლით, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს შენ ხო გითხარით, ხო ეს შენ უნდა მიიღო, შენ უნდა გინდოდეს. ამიტომ
ღმერთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავის ჩანაფიქრის შენ შესახებ აღასრულოს, თავისი მარჯვენით მოგისვას გვერდზე მარადისობაში და არ დაგანებებს თავს, სანამ ამას არ აღასრულებს. ამიტომ არ გამოგელევა ადამიანო განსაცდელი, სანამ ღმერთს ზურგს აქცევს, სანამ ღმერთს ეურჩები, სანამ სიამაყეს, ეგოიზმს, პატიმოყვარეობას, თვითრჯულობას შენში გასაქანს აძლევ. არ დაგელევა განსაცდელი. აი ეს მდგომარეობა და აი ამგვარი პოზიციიდან ურთიერთობა ღმერთთან არის რწმენა და თუ ეს არ გაქვს, შენ მორწმუნე არ ახარ. თუ ამგვარი პოზიციიდან შეხედავ შენ სარწმუნოებას, მაშინ შეთვის ქრისტიანული რწმენა ეს კი არ იქნება, აი მე მორწმუნე ვარ და ისე უნდა იყოს ყველაფერი როგორც მე მინდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი მდგომარეობა ჩვენი რწმენისათვის. როდესაც ფიქრობ, რომ რადგან მორწმუნე ხარ, შენი ყოფითი ცხოვრება ისე უნდა განვითარდეს, როგორც ეს შენ გინდა, როგორც შენ თვლი, რომ ეს ნორმაა და საჭიროა, როგორც შენ თვლი, რომ ეს სწორია და სამართლიანია, როგორც გეკუთვნის ისი ღირსიც ხარ, რაც გესიამოვნება, როდესაც შენი სურვილები, შენი სიმართლე, შენი კეთილდღეობა, ამქვეყნიური, შენი წარმატებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რწმენა. როდესაც შენ გიჭირს ღვთის განგებულებისადმი მორჩილება, არა ყველას უჭირს, მაგრამ შენ როცა უპირისპირებ ღვთის განგებულებას შენს კონკრეტულად მიმართ, როცა უპირისპირებ შენ სურვილებს და თვლი რაღაცა იქნება აუცილებლად ისე, როგორც ეს შენ გინდა, როგორც შენ ხედავ. რატო იქნება? იმიტომ რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, ღმერთი კეთილია და შენ როგორც გინდა ისე გაგიკეთებს ყველაფერს და როცა ამ კუთხით კიდე ვიმეორებ, შენი სურვილები რწმენაზე მაღლა დგება. და როდესაც ისი არ იქნება როგორც შენ გინდა, წაღანაც გითხარით, ღმერთი არ დაგანებებს თავს და არ დაგელევა განსაცდელი, სანამ არ მოხვალ ქრისტეს საზომში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, სანამ ქრისტეს სისრულის ზომას არ მიაღწევ, არ დაგელევა აღზრდელობითი როგორ გითხრათ, ზრუნველობა ღმერთისგან, აღზრდელობა ღმერთისგან, განსწავლა ღმერთისგან არ დაგელევა და ეს განსაცდელებსაც გულისხმობს. სანამ ქრისტეს მსგავსი არ გახდები, მანამდე არც ის გეცოდინება ბოლომდე ღმერთს რა უნდა შენთვის და შენ შესახებ რა გეგმები აქვს და მანამდე ყოველთვის იქნება აცდენილი შენი სურვილები ღმერთის ნებას. ამიტომ შენი სურვილებით შეავიწროვო ღმერთი არ გამოვა, იმიტომ რომ სასწორზე ძალიან დიდი რამ დევს, ეს არის შენი მარადიული სიცოცხლე. და ღმერთი არ დაგალებებს თავს, სანამ არ გაცხონებს, ამაში იგულისხმება ის, რომ ღმერთს უყვარხარ და მიუხედავად იმისა, რომ მას სულაც არ სურს, რომ გატკინოს, იძულებული ხდება, რომ გატკინოს განსაცდელით, რომ ის მისია აღასრულო და ის შესრულდეს შენზე, რისთვისაც მთელი სამყარო შეგიქმნა შენ ადამიანი. აი ამ კონტექსტით, რომ ეს არის რწმენა, აი ამგვარი დამოკიდებულებაა რწმენა და არა ზედაპირული რაღაცა გაუგებარი აბსტრაქტული რელიგიურობა, რომელიც ჩვენ ქრისტიანებმა თანამედროვე რომ ყოველთვის ალბათ და დღევანდელმა ქრისტიანებმა ხო ეს აშკარაა. ქრისტიანობა სიამოვნების წყაროდ გვინდა გავიხადოთ, რომ მისგან სულ მუდამ გვესიამოვნოს, არასულიერად გულისხმობთ, რომ სულიერი ამას დიდი ბედნიერება თუ არა ის, რომ იყო ქრისტიანი. მეცაც გეტყვით, იმას დიდი ბედნიერება თუ არა, რომ მოკვდე ქრისტესათვის არ არსებობს, მაგრამ ეს სულიერი ბედნიერებაა, ხოლო ხორციელი ბედნიერება, ხორციელ ბედნიერებას, ხორციელ სიამოვნებას, პატივმოყვარეობას, ამქვეყნიურ ფუფუნებას, რომელიც გვინდა სიამოვნებს, ხო? და ჩვენ გვაქვს ეს განცდა, რომ ჩვენი რწმენა სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს. და როცა ადამიანი ამას მიხვდება, რომ ეს ასე არ არის, აი მაშინ იწყება მასში გაცოცხლება ჭეშმარიტი სარწმუნოების. და აი პავლე მოციქულის სიტყვები დღეს არაც აღმოვიკითხეთ, რომელთა მიმართ ეპისტოლეს მეხუთე თავია. რწმენით გამართლდით, ამაზე ბევრჯერ გამეკეთებია აქცენტი. რწმენით გამართლება ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. რწმენით მეპატია კი არა. იმისათვის რომ ადამიანმა ეს სიტყვები გაიგოს, შენ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს პრობლემა ღმერთთან ურთიერთობაში. არ აქვს მნიშვნელობა შენ რა ჩაგიდენია. შენ საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყავი თუ აბორტმახერი იყავი თუ ქილერი იყავი თუ ნარკობარონი იყავი თუ ვინც გინდა არ აქვს მეძავი იყავი თუ არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა. ნახეთ რა საშნელი ცოდები შემოვთვალე და მე იქ საბავშვო ბაღის მასწავლებელი. ყველაზე უწყინარი პროფესია თითქოს. არ აქვს მნიშვნელობა, არ აქვს. შენ თუ ფიქრობ, რომ საპატიებელი და გასამართლებელი არაფერი გაქვს, შენ ამ სიტყვებს ვერ გაიგებ, აზრი არ აქვს ამის წაკითხვაში. შენ თუ თვლი, რომ იმის და მიუხედავად შენ როგორი ცხოვრების წესი გქონდა, იმის და მიუხედავად შენ საპატიებელიც აქ და გასამართლებელიც ახარ, გადასარჩენიც ხარ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საშნელებები გარეგნულად არ ჩაგიდენია, თუ ამას ვერ მიხვდები, რომ გადასარჩენი ხარ, შენი ადგილი აქ არ არის. აქ არის იმ ადამიანების ადგილი ეკლესიაში, ვინც ხედავენ, რომ გადასარჩენნი არიან და მხსნელი ჭირდებათ იესო მხსნელს ნიშნავს. ის ამბობს, რომ მეცოდვა არ მაქვს, ის
ქრისტეს მატყუარად გამოაჩინებს, როგორც იონე მოციქული ამბობს. ეს სიტყვები რწმენით გამართლით, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რო გაიგო, უნდა ხვდებოდე, რომ საქმე ვერ გაქვს, კარგად და საპატიებელი გაქვს. დამნაშავე სტატუსი გაქვს. ღმერთის წინაშე ჩვენ გვაქვს დამნაშავე სტატუსი. პავლე მოციქული გვანუგეშებს, როცა ადამიანი ამას ხვდება და მხსნელს ანუ ქრისტეს ეძებს, და ეშინია მარადისობის, იმიტომ რომ იცის, რომ თუ ეს დამნაშავე სტატუსი დარჩა, ის დაიღუპება და ღმერთთან კომუნიკაცია არ ექნება, სხვა სამოთხე კიდე არ არსებობს თუ არა ღმერთთან კომუნიკაცია და სხვა რწმენაც არ არის რწმენა თუ არა ღმერთთან კომუნიკაცია. როცა ეს აქვს, უცებ ეს სიტყვები რო ესმის, კი არ მაპატიებს, რწმენით მეპატიება კი არაო, არამედ გავმართლდებიო, ანუ უდანაშაულო ხდები ჩემი რწმენით. ნახე რწმენა რა არის? რწმენა არის ის, რომელიც უდანაშაულოს ხდის. ხო საოცრებაა ეს. ანუ რწმენა ღმერთის არსებობის გჯერა და მე რა რო გჯერა. მაგრამ როცა რწმენა შენ უდანაშაულოს ხდის, ეს ნიშნავს, რომ რწმენა ის კი არ არის ღმერთის არსებობის გჯერა, არამედ შენი ონტოლოგიური, არსობრივი ცვლილება ხდება რწმენის საშუალებით. ყველაფერზე უპირატესია რწმენა. ყველაფერზე უპირატესი. ეს არის შემეცნების უნარი. ეს არის ძალა ღვთისა, რომელიც დაფარული შესახებ ცოდნას გაძლევს. საოცარი ძალაა რწმენა. ესე იგი რწმენით გავმართლდით და შესაბამისად მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ღმერთის აღარ გეშინია, გარდაცვალების აღარ გეშინია, სიკვდილის არ გეშინია, არანაირი განსასწრების არ გეშინია, იმიტომ რომ ღმერთთან მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ღმერთთან შიგნით მოგვარებულია საქმე. შენი სული მშვიდად არის, გახარებულია, ბედნიერი, იმიტომ რომ გამართლებული ხარ საღვთო მადლით. რა თქმა უნდა, შესაბამისი მადლიერების განცდა გაქვს, ძალიან დიდი. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ ხდება ეს. ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ. ეს მოხდა, ეს გამართლება მოხდა რის ფასად თვითონ ღმერთი მოვიდა და საშინელი სიკვდილით შენი ცოდვების გამო მოკვდა, გამართლდი შენ, იმიტომ რომ შენს მაგივრად ის დაისაჯა. რა თქმა უნდა, არ არის მიწიერი სასამართლოს ლოგიკა. მე დავაშავე და ჩემს გვერდზე ვიღაც კაცი აწამეს და მითხრა მოსამართლე, რაღაცის ვაწამეთ, შენ მართალი ხარ. მე მართალი როგორ კი არ გაპატიეთ. არა, მართალი ხარ, რადგან ის ვაწამე. ის თუ აწამე, მე მართალი როგორ გავხდი? და აი აქ არის ეს სწორედ საიდუმლოება ქრისტეს ჯვარცმისა, რომ კი აწამეს ქრისტე ჩემს მაგივრად და მოკლეს, მაგრამ მე როგორ გავმართლდი? გავმართლდი იმით, რომ მე ამას რომ ვიაზრებ, მე მასთან ყოფნა მინდება, მისი ერთგულება მინდება და ძველი ადამის ფესვებიდან ამოვეგლიჯები და ახალი ადამიანის ფესვზე დავემყნობი და მისი განხუთობილი არსება შემოდის ჩემში და მე არსობრივად ვიცულებ. ეს არ არის რაღაცა ინტელექტუალური პროცესი, არამედ ეს ონტოლოგიური არსობრივი პროცესი. აი ეს არის რწმენა. გვახსენებს პავლე მოციქული გამართლება მოხდა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ და ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავარ და კითხვა მიჩნდება, რომ მე სადაც ვდგავარ, ანუ ეკლესიაში რო ვარ, გძნობ რომ მადლში ვდგავარ, თუ უბრალოდ ქვის ტაძარში ვდგავარ და წესებს ვასრულებ, რიტუალურ წესებს ვასრულებ, რომელსაც მადლმოსილი საფუძველი და წარსული აქვს, მაგრამ თუ ამის იქით და გარეგნულის იქით ვერაფერს ვერ ვხედავ. მადლში ვდგავარ, აი აქ წერია, მივემთხვიეთ მადლს, რომელშიც ვდგავარ. მადლი რა არის? საღვთო ენერგია. მე რო ეკლესიის წევრი ვარ, საღვთო ენერგიაში ვდგავარ, თუ არა ვდგავარ. და თუ ვდგავარ საღვთო ენერგიაში, ვდგავარ მაშინ ქრისტეს თუ არა ვდგავარ ქრისტეს. და თუ ქრისტეს ვდგავარ, მიყვარს ყველა ადამიანი უპირობოდ თუ არ მიყვარს. ვატარებ თუ არა ქრისტეს თვისებებს თუ არ ვატარებ. შესაბამისად, როცა ადამიანი ასეა, ღვთის დიდების სასოებით ვიქადით. ღვთის დიდება, დიადია ღმერთი. და ეს დიადი ღმერთი ჩემი იმედი გახდა. ანუ მე მაქვს იმედი, დიდება შენ და ქრისტე ღმერთო, იმედო ჩვენო, ღმერთი ჩემი, ანუ მე იხო იმედი მაქვს, რომ ხვალე რაღაც კარგად იქნება, იმედი. ჩვენ ესე არა ვარ, ჩვენი იმედი თავად ღმერთია, თან დიადი ღმერთია. და ამით ვიქადით, ანუ ჩემი სიქადული, არა ჩემგან არის, რომ მე ადამიანი ვარ, ქრისტიანი ვარ, ეს ჩემგან კი არა, მე რა ნაგავი ვარ, არ ვიცი, მაგრამ არა, მე ვიქადი იმიტომ, რომ მადლში ვდგავარ და ჩემი იმედი, რომ ხვალე მარჯვენით მამისა აღმოვჩდები, როგორც ქრისტეს თანამემკვიდრე, ამის იმედი არის თავად ღმერთი, რომელიც ჩემშია. ხედავთ, რწმენა რას უკეთებს ადამიანს. მაგრამ თუ ასია კიდევ ერთხელ ხას უსვავ, გაიხედე მოყვასისკენ და თუ შენ ქრისტეს თვალებით არ უყურებ მოყვას, ეს ყველაფერი ხიბლად იქცევა. და დამერწმუნეთ, რომ ყველაზე რთული სწორედ ეგ არის, რომ ადამიანს ქრისტეს თვალებით შეხედო და ქრისტეს დარად მოექცე. მტერი გიყვარდეს, ყველა გიყვარდეს,
უპირობოდ გიყვარდეს. აი აქ ჩამოიშლება ხოლმე ჩვენს გონებაში შეკოწიწებული ქრისტიანული ხუხულა, ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ხუხულა, რომელიც სინამდვილეში ქრისტიანობა არ არის. და არა მარტო ვიქადით, ანუ ქრისტეს დიდებით, ღვთის დიდების იმედით კი არ ვიქადით, არა მარტო ამით რომ იმედი მაქვს, არა მარტო იმედი რომ აქვს და ბედნიერ რომ ყველაფერი მაგრად იქნება, არა მარტო ამით ვიქადი, არამედ შეჭირვებითაც ვიქადი. ანუ ამით მახსენებს პავლე მოციქული რომ განსასწრებელი გექნება ქრისტეს სიტყვები მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან გავიხსენოთ, ამას კიდე თავისი კანონზომიერება გააჩნია, რატო და რისთვის ეს შეჭირვება რომელიც გააქვს ქრისტეს მიერი, ამითაც უნდა იქადოდეს, შენ უნდა გიხაროდეს მოწამეობა ქრისტესათვის. თუ ეს არ არის, შენ ქრისტიანი არ ახარ. პავლე მოციქული განგვიმარტავს, რადგან ვიცით რომ ეს შეჭირვება, ეს განსასწრელი შეიქმს მოთმინებას. რატო ვითმენ? როგორ არ მოვითმენ? ქრისტიანი ვარ. აბა რა უნდა ვქნა? გავბოროტდე? სამართალი ვეძებო? შური ვიძიო? რა გავაკეთო? ქრისტე როგორ მოიქცა? აი როგორც ქრისტე მოიქცა, ეგ არის ქრისტეს მოწმობა. ზუსტად ქრისტესავით რო იქცევი და რო გეკითხებენ ასე რატო იქცევი? იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ. ეს არის მოწამეობა, დამოწმება, რომ ქრისტესი ვარ. და რომ სიმართლეა ქრისტე, რომ ჭეშმარიტება, რომ ღმერთია, რომ ნამდვილია. ეს არის ცხოვრების ყოფიერების საფუძველთა საფუძველი. როცა მე ამას ვადასტურებ, აი მაშინ ვარ ქრისტიანი და ეს რომ დავადასტურო შეჭირვებაში, კი არ უნდა დავიწყო ეს უიმედობა, დეპრესია, გაბოროტება, არამედ მოთმინება, კლდესავით მოთმინება. პავლე უფალი გვეუბნება კიდევაც, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვებთ თქვენ სულს. ხოლო მოთმინება გამოცდილებას შობს, პავლე მოციქული აგზელებს. გამოცდილება ბოროტთან ბრძოლისა, ბოროტი არის ეშმაკი, ბოროტი არის ამასოფლისული, ბოროტი არის დაცემული ბუნება, გულის სიტყვებთან ბრძოლა, ვნებებთან ბრძოლა. ეს არის ბოროტება და ამ მოთმინებით გამოცდილებას ვიძენ, ბრძენი ხდები და გამოცდილება შენში ბადებს და აძლიერებს კიდევ უფრო მეტად იმედს. რატომ? იმიტომ რომ ბრძოლის დროს ყველაზე მეტად გძნობ ღმერთის შეწევნას. ესეა. აი როგორც ისააკასური ამბობს, როგორც პატარა ბავშვი თუ რაღაცამ შეაშინა და დედასთან არის ან მამასთან არის და ჩაჭიზებს შობლის კალთას და იმ საშინელებას, რაღაცა საშინელება დაინახა, შეაშინა, გავრბის და კიდებს ხელს ცოცხალი თავით ხელს არ გაუშვებს. შობლს და ეს კომუნიკაციას ინარჩუნებს შობელთან, სანამ იმ საშინელებას ხედავს. ასიაო ადამიანი. ადამიანი როცა განსასწრელის წინაშე დგება, ყველაზე მეტად უმძაფრდება მაშინ ლოცვითი სურვილი და ღმერთთან ყოფნის სურვილი, თუ ის ქრისტიანია. და ყველაზე ძლიერი ხშირად ლოცვა მაგ დროს არის ხოლმე. აი როცა ეს განსასწრელი აქვს ადამიანს. ამიტომ ასეთი შეჭირვებები, ანუ განსასწრელები ღმერთთან ურთიერთობის, ღმერთის მიერ ჩვენი გამოხსნის, ღმერთისგან ჩვენ ნუგეშის გამოცდილებას ბადებს და ამ გამოცდილებას უფრო და მეტად აძლიერებს და ეს გამოცდილება ერთხელ რომ იგზენი ღმერთი ამ განსასწრელის დროს მეორედ მეასეთ ნელ-ნელა იმედი გიჩნდება, ნდობა, ანუ შენ გიჩნდება ნდობა ღმერთის მიმართ. აი რწმენა სადამდე ადის. წმენა როგორც ნდობა, მე მწამს მე ვენდობი. თუ რო კლავენ, მერე რა. თავს რო გაჭრიან, რა პრობლემაა? ცხოველებმა რომ დაგლიჯეს და შეგჭამეს, რამდენი შემთხვევაა ესეთი ახალი აღთქმის ისტორიაში, დაწყებული პირველი საუკუნეებიდან, რომ ცხოველებს უგდებდნენ რა და ცხოველი, აი წმინდანია ცხოველმა შეჭამ. ეგნატე ანტიოქიელის ბავშვი, რომელიც უფალმა გულში ჩაიკრა. ის ბავშვი ცხოველებმა დაგლიჯეს და შეჭამეს. გესმით? აი ხე წარმოიდგინეთ საკუთარ თავზე ერთი წამ. ცხოველი რომ ჯერ მოკკლავს და მერე შეგჭამს. და აბა ასე რომ და მერე რა ეგრეთ ანტიოქიელი ცით რას ამბობს? ცხოველთა კბილებით დავიფქვები როგორც ქრისტეს წმინდა პური, წარმოიდგინეთ რას ამბობს. და აი ამით ბედნიერობს ადამიანი წინასწარ. მაზოხისტი არა, მაშინ ცერცხლიანთია, რომელსაც იესო ქრისტე ქვია. და თუ ადამიანს ეს არ ესმის, ის ქრისტიანიც არ არის. და ეს იმედი, რომ ბოლომდე ენდობი ღმერთს, აი ცოცხლად მატყავებენ და მაინც ვენდობი, აღარ ვლაპარაკობ, რომ usამართლოდ მექცევიან. აი ეს იმედი, რომ ღმერთი მაინც ჩემთან არის, ეს იმედი აღარ დაგტოვებს არასოდეს და ენდობი, რადგან ასე ხდება, ესე იგი ასე ხდება, მორჩა. არ ვიწყებ მე რევიზიას ღვთის განგებულების. ამიტომ იმას კი არ ვამბობ, რომ მე მჯერა და მწამს, როგორც მე მინდა ისე იქნება, არა, როგორც შენ გინდა უფალო ისე იყოს. როგორც შენ გსურს მინდა ისე იყოს. მაშინ ჭკუას როგორ გასწავლი, როგორ იყოს, აი როგორც შენ გინდა ეგრე იყოს. აი ეს არის სასოება და არა ის რომ მე როგორც მინდა ისე იყოს, არამედ როგორც შენ გინდა ისე იყოს. სასოება კი, ანუ იმედი კი არ გვარცხვენს, რადგან ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმინდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ. აი რა შვება ესეთი მინდობა ღმერთისადმი, გიყვარდება ქრისტე. გიყვარდება და ეხლა ცოტათი მაინც ხო თეორიულად მაინც ხო ვიცით რომ როცა გიყვარს შენთვის სიცოცხლე ბიოლოგიური არაფერს აღარ წარმოადგენს როცა ის გიყვარს
მზად ახარ თავი გაწირო წამის ყოფა არც კი დაფიქრდები ეს შვილისთვის, საყვარელი მეუღლისთვის, ძმისთვის, მეგობრისთვის, სამშობლოსთვის და ქრისტესთვის ყველაზე აღმატებულია თუ ადამიანს შეუძლია ქრისტესთვის თავის გაწირვა ის ყველასთვის თავს გაწირავს და აი ეს არის მდგომარეობა რომელიც ადამიანს ყველაზე მეტად ამსგავსებს განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს და მე აი რაც წეგანაც გითხარით ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენ და იმით გვიმჟღავნებს რომ ქრისტე ჩვენი გულისათვის მოკვდა როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით კაცობრიობა პერსონალურად სარწმუნოებამდე წმენაში მოსვლის მერე ეკლესიურობის მერეც მაინც სულ ყველგან ცოდვილი ვარ და მოკვდა მაშინ როცა მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი მაგრამ ჩემთვის შექმნა მთელი სამყარო და გამithვალისწინა და ჩემი ცოდვებიც იტვირთა და მოკვდა გესმით დაბადებულიც კი არ ვიყავი და იცოდა მე რა ნაგავიც ვიქნებოდი და გამithვალისწინა და მაშინაც მოკვდა მით უმეტეს ახლა როცა მისი სისხლით გავმართლდით მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას და როცა ახლა სისხლი დაღვარა ჩემთვის როცა მეს მივიღე ჩემი სისუსტით მაგრამ მაინც მივიღე ჩემი უძლურებით მაინც ვცდილობ ერთგულებას არ ვცდილობ გავიქცევ ვცდილობ გულის სიტყვებს ვნებებს ცოდვას ეშმაკს ვებრძოლო ძალისებ ვერდგულო მინდა ამას მაინც ვამბობ არ შემიძლია მაგრამ მინდა ამას რომ მაინც ვამბობ მინდა და ეშმაკმა ამდენი წელი ვერ გამაგდო ეკლესიიდან ნუ თუ ღმერთი ახლა არ შემეწევა და ნუ თუ მის რისხვას თავს არ დავაღწევ და რა არის მისი რისხვა როცა მის გარეშე აღმოჩნდები მე იმედი მაქვს რომ მის გარეშე არ აღმოჩნდები არა იმიტომ რომ მე ღირსი ვარ ამისი არამედ იმიტომ რომ მას ვუყვარ ვარ ასეთი ნაგავიც დიახ ასეთი ნაგავიც ოღონდ მე უნდა მინდოდეს რომ მასთან ვიყო რადგან თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს მით უმეტეს შერიგებულნი ვცხოვდებით მისი სიცოცხლით ქრისტეს სიკვდილით ღმერთს შეურიგდი მე ცოდვილი ვარ და ჩემ ცოდვილისათვის კვდება ქრისტე და რომ მოკვდა და მე ხო ბრალი მიმიძღვის მის სიკვდილში უცნაური რაღაცა მოხდა რომ მოკვდა ანუ მე რომ მოვკალი მე ამით შემირიგა და ახალ არსებად მაქცია თუ მე ამას მოვინდომებ და ახლა როცა უკვე შერიგებული ვარ და მასთან შეერთებული ვარ საიდუმლოებრივად ეკლესიაში მით უმეტეს გადავრჩები თუმთლად ახლა არ გადავირია და არ გავიქეცი აქეთ აი ამ ყველაფრის გააზრებით და აი ამ ყველაფერში ჩვენი უსუსურობით რომ ჩვენ ბოლომდე ამას ვერ ვითავისებთ შეიძლება ვთქვათ რომ დიდ ბოროტებაში ვიმყოფებით როცა ეს ყველაფერი მოგვეცა და არც თეორიულად ვიცით და პრაქტიკულადაც ვერ ვიაზრებთ ამიტომ ეს ყველაფერი და შესაბამისად ჩვენი რწმენა არ არის ცოცხალი და ამიტომ ეს არის დიდი ბოროტება და ამიტომ უფლის სიტყვით რომელიც ყოველწამიერად გვაქვს და ამიტომაც უფლის ეს სიტყვები რომ ნუ ზრუნავ ხვალინდელი დღისათვის ანუ ნუ ნერვიულობ ხვალე რა იქნება რამე თუ ხვალე მან იზრუნოს თავისა თვისისა როგორც მათემახარებელი ამბობს ადამიანი ფიქრობ ვაიმე ხვალე რა იქნება და ამ დროს კმარს დღისა მის სიბოროტე თვისი ამ დროს დღეს შენ თავარი სიბოროტე ის არის რომ შენი რწმენა რომელზეც ახ პავლე მოციქული გელაპარაკება არა გაქვს და შენ ეს ნიშნავს რომ დაღუპვის გზაზე ხარ თუ ეს რწმენა არა გაქვს თუ შენი რწმენა ასეთი არ არის და შენ ნერვიულობ ხვალე რა ვჭამო და ხვალე რა როგორ გავაკეთო და რა იქნება რა დროს ხვალეა კაცო დღევანდელ დღეს შეხედე იმიტომ რომ ჩვენ ხვალე შეიძლება არც კი გაგვითენდეს არავინ იცის ეს ამიტომ ვეცადოთ როცა ვამბობთ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ჩვენ ვართ მორწმუნენი ვეცადოთ რომ ჩვენი წარმოთქმულ სიტყვებს შევესაბამებოდეთ ჩვენი მსოფლმხედველობით ჩვენი გულის მდგომარეობით და ჩვენი ცხოვრების წესით შეგვეციოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამინ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ